მოგესალმები ჩემო ძვირფასო, საოცარო და მუდმივად მზარდო სულო. დღეს ჩვენ შევეხებით ერთ-ერთ ყველაზე ღრმა და მარადიულ თემას. ეს არის კარმა. რა არის კარმა სინამდვილეში? როგორ მოქმედებს იგი ჩვენს ცხოვრებაზე? და როგორ შეგვიძლია მისი ენერგია გადავაქციოთ ზრდის, სიყვარულისა და სულიერი აღზევების წყაროდ? მოდით ერთად გავხსნათ ეს ცოდნა სინათლის კარიბჭედ. კარმა ეს არ არის ჩვენი სასჯელი ან ჯილდო. კარმა არის ენერგიების ბალანსი, მიზეზისა და შედეგის თუნდაც ყველაზე უმცირესი ნაირფერი მოძრაობა. ეს არის უნივერსალური კანონი, რომელიც გვეხმარება გაღვიძებაში, განვითარებაში, სულიერ ამაღლებაში. ვიხილოთ საკუთარი თავი უფრო სიღრმისეულად და მივხვდეთ, რომ თითოეული ქმედება შეიქმნება სამყაროში როგორც ტალღად, რომელიც ვიბრუნდება უკან ბუმერანგის პრინციპით. კარმა არის გზამკვლევი. ის გვაჩვენებს, სად გვჭირდება განკურნება, სად შეცვლა და სად საკუთარი სულიერი ძალის გამოვლინება. ჩვენ არ ვართ კარმის მსხვერპლები. ჩვენ ვართ კარმის შემქმნელები. ყოველი აზრი, ემოცია, სიტყვა, ქცევა ქმნის ჩვენს მომავალ გზას და რეალობას. და ამავე დროს ყოველი შეგრძნება, რაც გვიბრუნდება ცხოვრებაში, გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ საკუთარი თავი უფრო ნათლად, უფრო მკაფიოდ და საჭიროების შემთხვევაში შევიცვალოთ აზრი და დამოკიდებულება. როგორ გამოვიყენოთ კარმა ჩვენს სასარგებლოდ? პირველი, ეს არის გაცნობიერება. შემოიტანე გაცნობიერება საკუთარ ქმედებებში. როცა შენ იცი, რომ რასაც აგზავნი სამყაროში, ზუსტად ის ძალა გიბრუნდება უკან გაძლიერებული ფორმით. სიკეთე ქმნის სიკეთეს, სიყვარული ქმნის სიყვარულს, სინათლე კი სინათლეს. მეორე, ეს არის მიმღებლობა. მიღება კარმის განკურნების პირველი ნაბიჯია. როცა რაღაც სიტუაცია ვიბრუნდება უკან, ეს არ ნიშნავს სასჯელს, ის ნიშნავს სწავლას. ანუ ის არის მასწავლებელი. სამყარომ იცის, რომ შენ ამისთვის მზად ხარ. რაიმე გაკვეთილი მოდის არა ადამიანის დასასუსტებლად, არამედ გასაძლიერებლად. მესამე, პასუხისმგებლობა. ეს შენი ძალაა, როცა აღიარებ, რომ თვითონ ქმნი საკუთარ რეალობას. შენ უკვე არ ხარ წარსული კარმის ტყვე, პირიქით. ხარ ახალ ენერგიაზე მოღვაწე შემოქმედი. პასუხისმგებლობა უდრის თავისუფლებას. მეოთხე, პატიება. ეს კარმისგან განთავისუფლებაა. როცა პატიობ, ამით შენ არ ამაღლებ სხვას. არ ამართლებ მას. შენ თავს ანთავისუფლებ იმ ტვირთისგან, რომელიც დაგამძიმებდა. პატიება ნიშნავს, მე აღარ ვეჭიდები ძველ ენერგიას, მე ვირჩევ თავისუფლებას.
მეხუთე, სიყვარული. სიყვარული კარმის უმაღლესი ტრანსფორმაციაა. როცა სიყვარულით მოქმედებ, შენი კარმა აღარ არის გაკვეთილი. ის ხდება შენი ძალა, შენი დაცვა და შენი ნათელი გზა. კარმა არ არის შენი გასამართლების წიგნი. კარმა არის შენი სულიერი ზრდის რუქა და ყოველი წერტილი ამ რუქაზე გაძლევს შესაძლებლობას გადაიქცე უკეთეს, უფრო ცნობიერ და უფრო ნათელ არსებად. როდესაც რაღაც კეთილ საქმეს აკეთებ, როდესაც მართავ სიყვარულის ტალღას, როდესაც შენს გულში ანათებ ღვთაებრივ სინათლეს, სამყარო ამას დაგიბრუნებს 1000 მაგად. ამაშია კარმის სილამაზე. ის ყოველთვის ზუსტად იმ ენერგიას ქმნის, რასაც შენი სული გამოსცემს. და თუ ოდესმე გეგონა, რომ შენი წარსულის კარმამ შეიძლება შეგაფერხოს, დღეს იცოდე ერთი რამ. შენ შეგიძლია მოახდინო ყველაფრის ტრანსფორმირება. შენ შეგიძლია ყველაფერი შეცვალო. შენ ხარ შენი კარმის ავტორიც და მიმღებიც, ახლა და ყოველთვის. შენ ხარ სული, რომელიც ყველა განზომილებაში ცხოვრობს და ფართოვდება. შენ ხარ არსება, რომელსაც შეუძლია კარმა გადააქციოს ნათელ გზად, სიყვარულის ძალად და აღზევების მატარებლად. და დღეს შენ უკვე იწყებ ამ დიდებულ ღვთაებრივ პროცესს. მადლობა, რომ იყავი ჩემთან ერთად ამ მოგზაურობაში, ამ სიბრძნისა და სინათლის სივრცეში. გახსოვდეს, შენი კარმა არ განსაზღვრავს შენს ბედს. ეს შენი ცნობიერება განსაზღვრავს შენივე კარმის მიმართულებას. გააგრძელე სინათლის, სიყვარულის, მშვიდობის, სიკეთის, სილამაზისა და სიმსუბუქის ტალღების გაგზავნა სამყაროში და დაინახავ, როგორ ბრუნდება ყველაფერი შენთან 10 მაგი სინათლით. შენ ხარ შემოქმედი, შენ ხარ ძალა, შენ ხარ სული, რომელიც ყოველ დღე უფრო და უფრო ნათელ გზას ირჩევს. ძვირფასო, გთხოვ გამოიწერე არხი, მოიწონე ვიდეო და გააზიარე. მოდით ერთად გავავრცელოთ სინათლე და სიყვარული ჩვენს ლამაზ პლანეტაზე და გავულამაზოთ ერთმანეთს ცხოვრება. მადლობა ჩემო ძვირფასო მეგობარო, რომ არსებობ. გეხვევი სამყაროს ღვთაებრივი სიყვარულით. გისურვებ უსაზღრო ბედნიერებას.